ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუყმა როგორც სეფისხვერი. გამარჯობათ პარცელულ ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა ლექსო არ დაიკარგები. მე მისი ავტორი და წამყვანი ლეილა არჩემაშვილი გახლავართ. დღეს სტუმრად გვყავს არაჩვეულებრივი ქართველი ქალბატონი ლია შენგელიძე. ლია შენგელიძე გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტური კრებულის ავტორი, რომელსაც ქვია სავედრებელი ამ კრებულს. ლია გახლავთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი, სერტიფიცირებული, წარჩინებული დირექტორი. მისი პოეზია იბეჭდება სხვადასხვა ანთოლოგიაში, სხვადასხვა პოეტურ კრებულებში, გარდა საკუთარი კრებულისა, იქაც ჩანს ლია. მისი ბავშვობა ძალიან ლამაზი იყო. იგი პედაგოგის ოჯახში, არაჩვეულებრივი მშობლების ოჯახში გაიზარდა. ბავშვობიდან შეიყვარა წერა, კითხვა და 3 წელსაც უკვე პირველი ლექსი ამოუთქვამს. ქალბატონი ლია გახლავთ 2014 წლიდან სკოლის დირექტორი. მისი ლექსები თავდაპირველად საგარეჯოს რაიონულ გაზეთ ივრის განთიადში იბეჭდებოდა. მე მაშინ გავიცანი მისი შემოქმედება და იმ დროიდან მიყვარს ლია შენგელიძე და მისი პოეზია, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი. თხემით ტელეფონამდე რომ იტყვიან ქართველი ქალი და ქართველ ქალობის ეტალონი, არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანი. მოგესალმებით, ჩემო ფასოლია, კეთილი შენი ჩვენთან ჩემ სტუდიაში. სულ წარმატებები. მე გაოცებული ვარ ლიას შემოქმედებით. მისი თემებია პატრიოტიზმი, მისი შემოქმედების პატრიოტიზმი, წუთი სოფელი, დედა, ქართველი ქალი, სიყვარული, სიკეთე და არაჩვეულებრივი ლამაზი საინტერესო პოეზია აქვს და თქვენ გახდებით დღეს ზუსტად მოწმე აი ამ ყველაფრის. ლია, წაგიკითხავთ თავის შემოქმედებას, ეზიარებით მის არაჩვეულებრივ პოეზიას და ვინც არ იცნობთ, შეგიყვარდებათ ეს შემოქმედი ქალბატონი. ასეთი შეკითხვა მოდი თავდაპირველად ყოველთვის რაღაცა იწვევს ხოლმე პოეზიის შემოსვლას შენს გონებაში, ხო? გონებაში, მეხსიერებაში, შინაგან ადამიანობაში. აი რა მქნა ეს ყველაფერი ლია ძვირფასო და როდის იყო ეს, როდიდან დაიწყე შენ ლექსების წერა, როდის შემოვიდა წერლობა, ქართული პოეზია შენში სული სალბუნად. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ჩვენ ერთმანეთს ქალბატონოთი არ მივმართავთ, ჩვენ სახელებით მივმართავთ და გვაპატიეთ. დიახ, ჩემო ლეილა, სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ასე ვთქვათ, ჩემი პოეზიის გარშემო, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მოგესალმები შენ ძვირფასო და უღრესი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება ახლა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. როგორ გითხრათ, თანდათანობით ვაცნობიერებდი, რომ ლექსი იყო ჩემი სულის საზრდო. დედას ჰქონდა ჩაწერილი ჩემი, არ ვიცი, შეიძლება პირველი ლექსი იყო ეს და გეტყვით, ეს სტროფიანი ლექსი იყო, ასეთი ფრთახატულა პეპელამ გულში შეინავარ და გაზაფხული გვეწვია სხეულში ხმა გავარდა. როგორც დედა ამბობდა, 3 წლისა იყო უკვე ლექსი. როგორც დედა ამბობდა, 3 წლის ასაკში დამიწერია ეს ლექსი და დედას ჩანაწერი ჰქონდა დღიურში, ასე ვთქვათ. დიახ. შემდეგ სკოლაში რომ მივედი, უკვე ჩემმა ქართულის მასწავლებლებმა განაპირობებს, ასე ვთქვათ, ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული ჩადეს ჩემში უფრო სწორად და რაღაც შემოქმედებითი ვიწრი მომცეს. ანუ როგორც თვითონ მეუბნებოდნენ მასწავლებლები, შემოქმედებითი უნარები გააქვსო და ჩემთვის ეს ერთგვარი мотивация იყო, ერთგვარი სტიმული იყო და მეც გავთამამდი, ასე ვთქვათ.
ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი მყავდა თამარ პიტიურიშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სულის საუკეთესო მასწავლებელი, საგნის არაჩვეულებრივი მცოდნე, უკეთილ შობილესი და ამ მასწავლებელმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი როგორც შემოქმედის ბიძგის მიცემაში და შემდეგ მე-9 კლასში თელავის ინსტიტუტ დამთავრებული ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ჩემი ნინო ცხოვრებაძე, რომელიც ამჟამად ბადიაურში ასწავლის, ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო, მომწონდა ეს ქალბატონი და ქალბატონი კიდევ უფრო სწორად ახალგაზრდა გასხოვარი გოგონა იყო, ინსტიტუტის მერხიდან წამოსული და როგორც მეგობრები ასე ვიყავით. მე და ჩემი ნინო მასწავლებელი და ნინო მასწავლებელმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს შემოქმედად გამოცხადებაში, ასე ვთქვათ, დიახ და უღრმესი მადლობა მას. აი ასე ძალიან კარგი. ლია გახლავთ ჯუღელ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და ლია დაჯილდოებულია საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით. ესეც მინდა რომ იცოდეთ. აი ეს გახლავთ ლია შენგელიძეს წიგნი სავედრებელი. აი ამ წიგნის ამ არაჩვეულებრივი წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ქალბატონ ირინა ხულციძეს და თავად იგი გახლავთ ამ წიგნის რედაქტორი. რატომ ლია ძირფასო მაინც სავედრებელი? რატომ ქვია წიგნს? რატომ ქვია სავედრებელი? უპირველეს წიგნის გარეკანთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი მოადგილის სასწავლნაწილის განდის ანა მარგიანის მიერ შესრულებული ნახატი. მადლობა ანას ამისთვის, მეძლევა საშუალება როზე საჯაროდ გადავუხადო, მადლობა. რაც შეეხება წიგნის სახელწოდებას, პირველი ლექსი სწორედ არის ამ წიგნში სავედრებელი. მე ჩემი შვილების ბიოლოგიური დედა არ ვარ, ლეილა იცით ეს. ჩემი მეუღლის 2 ვაჟიშვილი აღზარდე, საუკეთესო ბიჭები მყავს, საუკეთესო შვილები. და ეს ლექსი მიუძღვენი ჩემს შვილებს და განათავსეს სწორედ პირველი ეს ლექსი. რაც შეეხება თვითონ წიგნი, წიგნს უძღვნის ჩემს მშობლებს, მშობლების ხსოვნას, დალი ბეჟიაშვილისა და გურამ შენგელიძის ხსოვნას. არაჩვეულებრივი მშობლების ხსოვნას. დიდი მადლობა. ლია ბარემ წაგვიკითხე სავედრებელი და ახალი ლექსიც რამდენიმე. დიახ. სავედრებელი. დაცარილი და ტაძარი ხედა. ღვთისმშობლის ხატთან შემორჩი ერთი. სავედრებელი ქალთან აქვს ქალის ჯერა. მომისმეს მაღალი ღმერთიც. დედა არა ვარ, მაგრამ დედობის უღელი მაგდას ძნელი და მძიმე. დედა არა ვარ, მაგრამ პატრონობ ქვეყნად უდედოდ დარჩენილ შვილებს. ბევრი ვიწამე, ბევრი ვიწვალე, ბევრჯერ ვგებია ტანჯვა და ურვა. წმინდა მარიამ, შემწედ ვიწამე, არ მათქმევინო საწოთროს მდურვა. უგვანთ მრავალჯერ გაუთელი ვარ, შემომჩენიან როგორც მგილები, ერთს გევედრები, დედაო ღვთისა. მიცოცხლე ჩემი სხვისი შვილები. მეცხვნა. ამინ. მადლობა ლეილა. მადლობა. აი ახალ ლექსებს საკითხავთ, რომელიც ამ წიგნში ფაქტობრივად არ არის შესული. და არის რაღაც ბოლო ალბათ წელიწადნახევრის ლექსები. დიახ. ეძება სულმა, მაგრამ ვერ პოვა. ვეთაპანები ბოდლერს, გოეთეს. ვუდიდებ შექსპირის სონეტებს. გულს ჰომეროსის ვიურებ ჰიმნებს, ვეთქვი ბაირონს, ნოვალის, შილერს, წარს პოეზია შანდორ პეტეფის, მინდა რომ მისიერით ვიუბნო, ხიბლოს ტოლსტოი და დოსტოევსკი, მთელი არსებით მიყვარს იუგო, ჟინი ამიტოვებს რადგან არჩევის, ჰუმანურობით მიყვარს განჯები, მეც დედამიწის ერთი შვილი ვარ, მეც მასასდოებს სოფლიოს გონი, ეძება სულმა, მაგრამ ვერ პოვა, რუსთველის ლექსის ბადალი, ტონი. კიდევ რამდენიმე ლექსს წავიკითხავ. თუნდაც იყოს ავტოპორტრეტი. რომელზეც ჩემი მეუღლე მეუბნება სრულიად შენი
დახასიათება არის ოცნები. ავტოპორტრეტი. მიხინდა, დარდია იცისო, თურმე ჭორაობდნენ ჩემზე. მიჭირდა, აბა შეხედეთ, რომ შენიდან გამოდისო სვებზე. ღიმის ვარიგებდი უშურველად, მეგონა ეს მოდათ ჩემი. დავკარგე ღიმილი და უცადედად, ბევრმა მიქნია ხელი. წყალობას ვიღებდი წრფელი გულით, დღემდე ეს თვისება მომდევს. წილუკმა სვებს უნაწილებდი მშიერი ყოფილ ვარ ზოგჯერ. ოხრად აქვს, ეთყობა თორემ რა გირჯება, რას ცდილობს, ვინასცემს თავში. ბევრის გამსმენი ამგვარი ხილკი და როგორც დასჭილი ბავშვი, ვითმენდით კივილებს და სულის კივილებს, ცრემლად ვიგროვებდი თვალში. ვცდილობდი სხვა მეხარებინა, ენას ვაყენებდი უკან, სიტყვებს ვიბრუნებდი ჩემი ნათქვამით, რომ გული ასტყენოდა უყვას. თვალების პაჭონით ერთ ურჩეს გეროდნენ, უწვრთნელი ლეკვების მსგავსად. ეს რა თქვა, რა ჩაიდინაო, ჭკვიანად დასახებდნენ თავსაც. ფარისევლობდნენ და სიტყვათა თამაშით ირგებდნენ მეგობრის ნიღბებს, ვისმენდი მათი წილ ვიწილოს, ჯანდაბას დაუკვდნენ იქნებ, ეგონათ ვერაფერს ხედავდი, ეგონათ ვისმენდი არას, სმენად სახილველად კეტავდი ყურს და თვალს გონების ფარად, ცირსყოფას არიშივდა ზოგ-ზოგი გვარძლით გაწყვეტილი წელში, დგამდინავე მათკენაბიც მოზოლის, არ გავსრულიყავი მტვერში, როს წლების სიმძიმე მხრებზე მაწევს, როცა მიზამთ და სულში, სახედარს ცხენად ვითვაქცევდი, ხშირად ვიმეორებ გულში. ეს ავტოპორტრეტი გიკითხავთ ლეილა. დახასიათება ზუსტი. ლეილა ხდება ადამიანის ცხოვრებაში არის ასეთი მომენტები, როცა რაღაც იღლები, რაღაც ასე ვთქვათ რომანტიკულ გარემოში გინდა ყოფნა. თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე ხლა რობინზონ კრუზოს ვერ დავისგავსე რა თქმა უნდა ვერ გავუძლებ ალბათ ამას მაგრამ უნდა წავიკითხო სადღაც მარტოდ მყოფობის მისტერია წამიღებს გული გულში დამალულს საიდუმლოს გამიხეს უკაცრიელ კუნძულზე თუნდაც იყოს ზამთარი განვერიდო ყველაფერს თოლო თავში საფარი წუთით მაინც არავინ არ გამთვალოს ავთვალი დავავიწყდე მეჭორებს სხვა მასალით ნათალი თვალგონების სამყარო დარდებს აღარ მithვლიდეს სადღაც მე და ბუნება ქორწილს ერთად ვიხდიდე ზღაპრულ სანაპიროზე კენჭებს კრებდე ფერადებს ქარს ღრუბლებში ეძინო ზღვარმა აღარ ღელავდეს სადღაც მარტოდ მყოფობის მისტერია წამიღებს ამ ცხოვრებით დაღლილი სულის გავიდებს. მადლობა. აი მე შეკითხავდი და შემთხვევის, მაგრამ მე მგონი უკვე წინასწარ გამეცი პასუხი იმ ავტოპორტრეტით. შენ ხარ მასო არაჩვეულებრივი მასწავლებელი ამდენი ხანია რაიონის პედაგოგიური საზოგადოება და არა მარტო რაიონის გიცნობს როგორც წარმატებული და ძალიან კარგი მასწავლებელი. შენ ხარ სერტიფიცირებული დირექტორი, შენ ხარ საუკეთესო ოჯახის პატრონი. შენ ხარ არაჩვეულებრივი პოეტი, შემოქმედი ადამიანი. შენი სკოლის ბავშვები ჩანან კულტურული ცხოვრების არენაზე, კონფერენციებზე, ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ბავშვები ხავს, ახლა ყველას ვერ ჩამოვთვლით, არ ეწყინოთ ძალიან ბევრი ჯანს და აი როგორ ახერხება ამ ყველაფერს, ყველა სფეროში წარმატება და აი ყველაფერს როგორ ახერხება საქმეს. როგორ ვახერხებ ლეილა, ასე ვთქვათ, სკოლა ჩემი მეორე ოჯახია, ჩემი ნავსაყუდელი. არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი, წარჩინებული. დიახ. საოცრად კარგი პედაგოგიური საზოგადოებაა ჩემს გარშემო, ასე ვთქვათ, საკმაოდ წარმატებულები, მივესალმები ყველას და ფართო საზოგადოებას გავაცნო, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან კარგი პედაგოგები, გულისხმიერი ადამიანები, დიახ, და საკუთარ საქმეს უძღვებიან მართლა ერთგულად, დიდი პასუხისმგებლობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო მე ვერაფერს გავაკეთებ, თავის თავია, რომ არა ამათი თანადგომა
თანაგრძნობა მათ ჩემი ესმის და მე მათი მესმის. აი ეს არის ჩვენ გათავისებული გვაქვს რომ ემსახურებით საერთო საქმეს და ამ საერთო საქმეში შეიძლება წინააღმდეგობებიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლოს მაინც ურთიერთგაგებამდე მივიდივართ ყოველთვის და საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები გვაქვს და ასე ვთქვათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბავშვებს, ვიცით დღევანდელი თაობა უნიჭიერესი, უჩვიანესი თაობაა. ახლა რომ გითხრათ, წიგნი ძალიან ვიყავთ, ამას ვერ ვიტყვი, ამაზე გული ძალიან ვტკიო, მაგრამ სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ სიახლოვესაც იბრძნობენ და რა ვიცი, სხვანაირი რაღაც სხვა თაობა მოდის, ასე ვთქვათ და ბუნებრივია ეს თაობათა შორის ყოველთვის არის განსხვავება, ყოველთვის რაღაც უფრო თავისუფალი შეხედულებები აქვთ, უფრო თამამად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან გართულდა და ამ სირთულეებთან ჭიდის, ასე ვთქვათ, მიაჩვენებთ ჩემი პატარები. ასე ვთქვათ, ერთ საერთო საქმეს ვაკეთებთ, ბავშვებსაც გათავისებული აქვთ ის, რომ შეიძლება დაკავებულები იყვნენ, რა ვიცი, ზოგი ცეკვის წრეზეა დაკავებული, ზოგი მუსიკის წრეზეა, ასე ისე და მაინც გათავისებული აქვთ ის, რომ სკოლის პასუხისმგებლობა სხვა არის და აი ამ პასუხისმგებლობით უნდა მოეჭიდო ყველაფერს. ვართ ჩართულები სხვადასხვა პროექტებში, ამასთან დაკავშირებით არაერთი წარმატება გვაქვს და ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვს ერთგვარი мотиваცია მიეცეს სამომავლოდ და მოსინჯოს საკუთარი ძალები ბავშვებმა და ამას რა ვიცი, მასწავლებლები ასე ვთქვათ, რისკს ვაძლევთ და ყველანაირად სკოლის ავტორიტეტისთვისაც. დიახ, აუცილებლად და მადლობა ჩემს პატარებსაც, რომ ასე დიხალისებენ ცხოვრებას ყველანაირად. მოდი ახლა ისე აგვიკითხოს ლიამ რამდენიმე ახალი ლექსი და პარალელურად გაჩვენებთ ფოტოკოლაჟს ლიას აი ამ ლამაზი ცხოვრება მოღვაწეობიდან. ლექსის სათაურია დაბრუნება. დარიალთან ისლი იწვა, სევდიანი თვალებით. თერგის ხმაურს მოყვებოდა ქვითინი და ზარები. შელახული დამხვდა უხთოდ ჩემი ქვეყნის ქარები. გატეხილი ბოქლომით და მოწრიალე ქარებით. მღერვალები და მდინარე და მთარი შუქი კრთებოდა. ნეტა მომჩვენებოდა და ნეტა დამსიზმრებოდა. არსად ჩანდაგვთი ურქვეყნის უწინდელი დარები, დარიანი მიცქეროდა და ბინდური თვალებით. დარგილოდათ შემომაწა, მიწის შვილის ნამუსით, უგულოდ რომ მიგატოვე, გაგხადენ ტყის სამოსი. დიახ, ახლა წიგნიდან წაგიკითხავთ. ჩემი ძალიან დიდი ტკივილია ლეილა და არაერთი ლექსი მაქვს მიძღვნილი მთის პრობლემისადმი. ფაქტობრივად დაცარიელდა და ეს უდიდესი ტკივილია თავისთავად და ასეთი ლექსი მინდა წაგიკითხოთ. ბერი ბერდია, თოვლმა ითოვა ამ დილით, ჩამოათეთრა ქედები. მთებს შეეხიზნენ ისლები ფეხაკრეფით და ვედრებით, გაისმა შაშის ჭახჭახი, გაძარცულ ხეთა ტოტებში. ბებერ ჯიქს დაჯერს ნაჯახით, ჩაფლუს გადანქმარ ფოთლებში. თეთრწვერა, ქალამნიანი, ობრად რჩენილი ბერდია. გახედავს სოფელს უკამლოს, ჩაიგუტგუტებს, ბედია. მარტოობაში მომიწევს, გამოზამთრება ისევ წელს. ცალხელით შეშას დასწვდება, ცალს შემოიდებს მტკივან წელს. თებს შეხიზნული ნისლები, ნემლელად ჰაფქე მოცოცავს. ხერხულში მგლები ყმურიან ბოსეს და არაჯობს ბოცოცა. ჩასძინებია მთის სოფელს. ეს ძილზე უფრო მეტია. უხრიდან ყვამლია მოდის. ცეცხლთან თლებს ბერი ბერდია. მთის ყოველდღიურობა. მთის ყოველდღიურობა და ისევ მთა. ეს ახალი ლექსი. ისევ მთა. მთა ასე ვთქვათ, ჩემი მოწოდება არ გაცნობა, თუ არ ვიცი. მთაში მთიელებო, მთაში და ნახეო, აგდებით მკითხეს. ბუნება, ზღაპრული ბუნება, ნეტა იქნა ცხოვრა, დამშვიდებს იქნებ, ბაში მიწამხდარი გუნება. შენ აღარ ხუმრობო, მართლა მოგეწონა, მართლა იცხოვრებდი მთაში.
რაის მეხუმრება, გულზე მომეფონა, სიმტკიცე დამეთყო ხმაში. თაც ბარის შვილია, მაღალი, ანაყი, წყარული მირონა დიან, წავიდეთ, დავსახლდეთ უფალთან სულ ახლოს, წავიდეთ, არ არის გვირა. თორე მარტოობა მთასაც შეაურვებს, შეწყდება სიცოცხლის ექო, თაში მთიელებო, კერაგელოდება, სადაც ბუქრის ცეცხლი ერთო. და ერთ კიდევ წავიდით, ახალს მიგული. გულს რომ გულობა ვაგმარე, მაინც გამიწყრა ცხეული. აბა ბუქრდა და აღელდა როგორც სხვა გადაღეული. რა დაუშავი ასეთი, ვეღარ უბრუნებ კარაფოც. კერჩი სათუდად ვიკრავდი, მადრის სანაცვლოდ გალათობს. ეს ახალი ლექსები აქვს მომდენა და ძალიან დაძია გულთან მიმავალი. ახლა რადგან ჩვენ თაზე ვსაუბრობ, მეც უნდა წავიკითხოდი კარგად იცი, და ჩემი სიხარულიც არის, ამაყაც არის და კიბილიც არის. შენ კარგად იცი, რომ მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვუყურებ დახურულ სკოლებს, ხო? ვუყურებ დაცარიელებულ სოფლებს და ნასოფლარებს. ამაზე ძალიან გული მტკივა და სადაც კი ვნახავ აი ასეთ პოეზიას და ამ თემაზე ლექსებს, ისინიც მიყვარს და ვინახა ამოვწერ ხოლმე ასლს შევინახავ და ასე შემდეგ და მათზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ. კარგად გახსოვს 97-ში ჩემი სკოლაც ელემენტარულ სკოლად გადააკეთეს და მე ბევრი ვიბრძოლე და ისევ 9 წლიან სკოლად დავდოვე, თორე ისიც ნასოფლარი გახდებოდა და ისიც ლიკვიდირებული იქნებოდა. ძალიან ვიბრძოლე. და ასეთი ლამაზი ლექსი აქვს ლიას და რა თქმა უნდა ჩემი მეგობარია და ნებას დავთავს რომ მე მისი რამდენიმე ლექსი წავიკითხო. დიდი პატივი იქნება ჩემთვის. ტირიან მთები ღვაწობით ნაბანი. ტირიან მთები, ტირიან ახურავთ ნისლის საბანი. ასად ჩანს ჭირის უფალი, მათთვის მზედ ამომავალი. დაცარიელდა სოფელი, გამოკეტილა სახკარი. ხევხურში გლები ღმუიან, ეზოში დაძრწის აფთარი. ო მთებო მაღცრებლებს, ბარშიც ჩამოყვალდარი. ტირიან მთები, ტირიან. მე მაქვს ნანახი მთების ტკივილი და დაცარიელებული სოფლების ტკივილი. განსაკუთრებით მიყვარს მდინარე არაგვი. ჩემი იური და მდინარე არაგვი და ეს ლექსიც მიყვარს შემიძლია, რომელიც არაგვზე გაქვს დაწერილი და მოდი ჩვენს ტელემაყურებელს მე წავუკითხავ შენს ლექსს. არაგვმაც რა არ გამოიარა. არაგვს არაგული ჰქონია გული. მოკუხს და მოსდევს მთათა ძახილი. ზვით თახეთქება ზარი ხმაური გავს და ჯახებას ფარზე მაყვილის. სამას არაგველს გულმართავ მხედართ, დაულაშქრავთ რა აქნა ბრალები. ზევით ფერდობზე გაზრდილ ცხრის ყავის ამოუსხამთ რა ფერდქალამნები. მრავლად უთლიათ ტყეში კომბლები, ამხედრებულან გულის საუხად და ერთ სულ ერთი წყურვილის ძალით ძმურად დაძრულან მტერთა საუხრად. მათ არაგული ჭახე სიმღერა ვაჟკაცურ სულის ექცათ მხნეობად გაალმასებულ მტრის ურდოების გასაჟლეტად და გასახელებლად არ აქვს გამოზრდილ ვაჟკაცთა სულმა გწამისის ველზე სისხლა დიალა არ აქვს არაგული ჰქონია გული არაგმაც რა არ გამოიარა. მადლობა ამ ძვირფასი ლექსისთვის ლია და ერთი კარგი ძალიან დამრიგებლურია ეს ლექსი, ძალიან გასათვალისწინებელი ლექსია და ამასაც წავიკითხავდია, ძალიან მომწონს. ცხოვრებას გასწავლის ეს ლექსი, თუ ამ ლექსს დაუჯერებ. სხვისგან ნომოელი შველას, თუ მტკივა გაუძელი, ტკივილი ხვედრია ამ მოწამებრივ გზაზე. პავლის რტოს არავინ დაგიფენს, არავინ გაგატარებს ბზაზე. ნუტილი ძემლები შეიშლე, არავინ დაგინახოს რადგან, წუთით შეგიცოდებს ცოტა და მრავალი მოჰყვება გაგანს, ხორცთმა თუ დაგძლია, ხშირად წყურია, დიდხანს ვერ გაუძლებ ვიცი, იშრომე, იბრძოლე, რეჯვით და წუწუნით ნურავის დაუწყებ ქიცინს, შეგიცოდებენ და მერე დაგცინებენ, ასპიდის წაიგდებენ ენას, იყავი პატრონი, შენი თავის სხვისგან მომოელი შველას
არაჩვეულებრივი დაგეგმვა. დიდი მადლობა შენ, ლია, ჩემო ძვირფასო. აი ამ ძვირფასი და აი ამ ლამაზი პოეზიის და ამ წიგნში ძალიან ბევრია ასეთი ლამაზი, ასეთი ძვირფასი პოეზია. ერთი სტროფით ძალიან მეყვარს ეს სტროფი ჯერ იქიდან შენ Facebook-ზე რომ გამოაქვეყნე. ერთი სტროფია ღმერთმა შეგარგოს სიმაღლე თუ თავმდაბლობით იარე თუ შენი ზნეკეთილობით განკურნავ სხვათა იარებს. აი ასეთია ჩემი ძვირფასი მეგობარი ლია შეგერიძე. ზუსტად ასეთი თითქოს ესეც ავტოპორტრეტია. რა მინდა ახლა ვთქვა და რაზე ვისაუბროთ. ჩემო ძვირფასო, ჩვენი გადაცემის სახელწოდებაა და რუბრიკა ლექსონ უნდა იკარგები. ჩვენი გადაცემა ფოლკლორს ემსახურება, ფოლკლორის განვითარებას. ჩვენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ვასწავლით სკოლაში ფოლკლორს. ყველა კლასში თითქმის შედევრები შეტანილია და მათზე მუშაობთ, ვასწავლით, ვაზეპირებინებთ, ვაგებინებთ ბავშვის მნიშვნელობას და ასე შემდეგ. აი თქვენ ყავთ სოფელში შალვა უკინაშვილის სახალხო მქმერი უნიჭიერესი კაცი, სადღაც 80 წლამდეა მიღწეული ბატონი შალვა, რომელთა ჯანმრთელობა მისცეს და დღესდღეობა მე და ბატონი შალვა 2023 იყო ერთად გავხდით ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი, როგორც სახალხო მქმერი და მე როგორც ზეპირ სიტყვიერების შემკრები. მე საგარეჯოში ჩვენმა ძვირფასმა თინიკო კობაურმა ძალიან დიდი ღონისძიება მოგვიმზადა. შეხვედრა მოგვიწყო კიდევ და კიდევ თინიკო კობაურს ამ დიდებული შეხვედრისთვის მადლობა. აი რა მაინტერესებს რია შენთან სკოლაში რა მდგომარეობაა ფოლკლორის შესწავლის მიზნით. აი არის არჩევითი საგანი ხო მეათეში ფოლკლორი. მე მაგალითად სიმართლეს ვიტყვი რომ ნახევარი მოსწავლეთა მომხვება და მუშაობს. მე მათ ვარებით მონაწილეობას შეკრებებში, მოსწავლეთა სასახლეში მომყავს ბავშვები, სიგელებით, დიპლომებით დაჯილდოებულებიან, ვამუშავებ თემებზე, მაგრამ ნაწილს თან მუშაობა ძალიან გამიჭირდა. იცი, თანამედროვე ახალგაზრდებს, მოზარდებს არ აინტერესებთ, აი აშკარად ვცნობ, რომ არ აინტერესებთ. არ ვიცი, ვერ დავაინტერესებ. ვეუბნები, რომ თქვენს რაიონში 5 ლაურეატია ფოლკლორული ფესტივალის. იცოდეთ ხალხო და ჩამოვუთვლით. ერთ-ერთი მაგარი წინ გიდგავართ მე ხო კლასში. არ ვიცი. აი მოიწოდება იმ ნახევარზეც რომ ვერ დავაინტერესებ. მე მიჭირს. ნახევარი არაჩვეულებრივად მუშაობს. აგროვებს ფოლკლორულ მასალას და ასე შემდეგ. აი თქვენთან რა მდგომარეობა ამ ფრენდია? როგორ გითხრათ ლეილა, ეს მე ყანდაურის სკოლაში მუშაობდი წლების განმავლობაში. და მაშინ მეც და ჩემი მოსწავლეებიც უფრო მეტად ვიყავით დაინტერესებულები ფოლკლორული მასალის შეგროვებით. ბავშვები მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან მოიძიებდნენ რაღაცა ფოლკლორულ მასალებს და ყოველთვის მოჰქონდათ და რა ვიცი, ვიღებდით რაღაც სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. ამჟამად ახლა მე ვასწავლე ქართულ ენასა და ლიტერატურას და მართალი გითხრათ დაინტერესება თვითონ გაყეთილზე ფოლკლორული ნაწარმოებების მიმართ, კონკრეტულად ლექსებს გულისხმობ, დიდია, ძალიან უყვართ ბავშვებს თავფარანელი ჭაბუკი, უყვართ ჯარჯი, უფრო საკვირო სარაინდო ლექსები და ახლა მე ნამდვილად არ ვარ მომხრე იმისი, რომ ბავშვმა ლექსიზე პირად არ ისწავლოს. არ ვარ მაგის სიმართლე. აუცილებელია ლექსიზე პირად სწავლა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, ლექსიკური მარაგის შესწავლისთვის ეს აუცილებელი და არსებითია. და სწავლით სხვათა შორის სწავლობდე ლეილა. ზეპირ სიტყვიერებს აი ამ ნიმუშებს კარგად სწავლობდე. უფრო კარგად ვიდრე თანამედროვე პოეზიის ნიმუშებს, ასე ვთქვათ. და ესე მართალი გითხრათ, ახლა ფოლკლორის აქ ნამდვილად არ შემიგროვებია და მე წლების განმავლობაში მხოლოდ დირექტორი ვიყავი და არ მქონდა საათები, ასე ვთქვათ და
რა ვიცი, გავითვალისწინებ და მეხუთე კლასელებთან დავიცილებ ამ საკითხზე მუშაობას. მოდი ახლა ისე რამდენიმე ლექსი წავიკითხოთ. ლექსი. საერთოდ მიყვარს პოეზიაში თემატური მრავალფეროვნება. თემატური მრავალფეროვნება. ნამდვილად არ მიყვარს ერთი ლექსით შემოფარგლა და ერთი თემით შემოფარგლა და ასე ვთქვათ, მოდი წავიკითხავ. მეც მიტოვარია გადაცემის დასაწყისში, რომ შენი პოეზია თემატურად მრავალფეროვანია. ცოტა წარსულში გადავალ ასეთ. ბიჭმა მე რომ მიყვარდა, ამ გულს რითმოვერიო, ამდე როგორ ვამბო, გახსოვს წყარო, სამწყარო, მე შენ და ის საღამო, გახსოვს ჩალიანი და ფეხში შველი პატარა, გზა რომ აგვერია და ჭყანტობებში გვატარა, ხელში რომ აიფაცე ერთი ციცქნა ბიჭუნა, იმის ტიკინმა ქოხმახი რომ გვიპოვნა, გახსოვს ის საუბარი მე და შენ უნდა გვახვდო, ფიცილის დრო მღიმილი დაგვათრო, გახსოვს უთვარე ჭადრებში, ღამწზე კოცნის წამიდა, იქნებ დროთა დინებას ისიც გაჰყვა, წავიდა, გახსოვს ჟამი ზურმუხტის, ცაფირუზის თვალება, სიყვარული უებრო გიშმაში და თამნება, მახსოვს ის დღე, ის წამი, ჩემი სული სიარა, ბიჭმა, მე რომ მიყვარდა, სხვასთან რომ გაიარა. ისეთი ლექსია ყმაწვილობას მოგაგატოებს. ნამდვილად წაგიკითხავთ მტკვართან. ჩვენი ისტორიის ძალიან ასე ვთქვათ, არასასურველი და მძიმე ეპოქას ეძღვნება. მტკვართან ცრემლი მომერია, სევდის ფიქრმა წამიყო. თანამგზავრი მეკითხება, რა გატირებს, რა იყო? არაფერი, სულ უბრალო თვალი ამიწყლია და ძველი დავდი მომეძალა, განმიახლდა იარა. მტკვართან ცრემლი მომერია, სულ უბრალოდ გონიათ, სარკინოსთან აფეხურებს გული დაუთოვიდა. ამხელა მნიშვნელობის ლექსია და რაგულიანი. და კიდევ ქალის სახასიათო შტრიხები. არ მიწყინო მამაკაცებმა და არა მართლა. ასია. ქალის სახასიათო შტრიხები. ქალი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი. ბევრს გაუძლებს, ბევრს აიტანს მტვირთველია განცდის. დამიჯერეთ, ერთგულება ქალმა უფრო იცის. იშვიათად გაეფეხოს მიცემული ფიცი. ზოგჯერ მყინვარს მოგაგონებთ, გულს არ გადაგიშლით, მაგრამ ნახტი სიყვარული ქალმა უფრო იცის. ქალი ცრემლს არ გაპატიებთ, გადიმართავთ დუელს, არ გეგონოთ თბილი სიტყვით ვინმე მოატყუებთ, თმაგრძელი და ჭკუა მოკლე, რომ ჰგონიათ კაცებს. ქალს თუ უნდა აგამაღლებთ, ქალს თუ უნდა დაგცემთ. ციხის უტეხი კარივით შეუვარი ხდება, თუ კი ვინმე უკეთური წინ გადაუდგება, ქალის სუსტი არსება არ იფიქროთ წამით. ჯიუტი და თავნება გრძნობის შემშლის შარით. აბსოლუტური სიმართლე. არ ეწყინოთ კაცებს. ნამდვილად არ ეწყინოთ კაცებს. აქ კიდე ოდიშით. და აი ეს მარადიული თემა. და ასე ვთქვათ, კაცობრიობის დანაშაული. უნდა წავიკითხვა ეს ლექსი. რა დამავიწყებს სირცხვილის წამებს, ვერ შეგეშვედე ჯვარის სიბრაში, ვერ შევიგრძენი მისი სიმძიმე. იესო, წუხელ გნახე სიზმარში შემზარა ჩემი სული სიმწირე, ცოდვილთა შორის ვიყავ ცოდვილი. ფარისეველთა მზაფრავდა გუნდი, გარს როგორც ხამეშუქდა მხობილი, ისე დაედო სამყაროს ხუნდი. ძალა გამოცლის წავდა სახმილი. ეს გული იყო ამის სამხილი, მაგრამ გონება მეკცა მონებად, სადუკერელთა მოსაფონებლად. ძალიან არ მიყო საბერით შექმულს, პირმოთნეობით დაცემულს შენქულს, რომ შენთან ერთად მეზიდა ჯვარი და ცოდებისთვის დამეხშო კარი. მომსწრეს და მხილვეს საზარეს სენის, უმოქმედობის შემკროდა სენი, ჯვარც მიშემყურე, უნდო, ეული, ვიყავ საწუთროს ხიბლი ძლეული, ჩემ წინ გაწამეს, ხრიდი წამწამებს, გადაგეფარა თვალებზე ნისლი. რა დამოვიწყებს სირცხვილის წამებს, ჩემთა ცუდვადგან დიოდა სისხლი. მადლობა. ბაცემულო ტელემაკურებლებო, მინდა გითხრათ და დავამატო, რომ ლიას პოეზია ამღერებულია.
რამდენიმე კომპოზიტორმა მის ლექსებზე არაჩვეულებრივი სიმღერები დაწერა. ერთ-ერთი გახლავთ კომპოზიტორი გიული ერგემლიძე. შემოაჩნდა დროს სამოსი ჭრელი. აი სიმღერა, რომელიც მუსიკა ქალბატონი გიული ერგემლიძისა და მღერის ქალბატონი თამარ მოჭოდიშვილი. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ეს სიმღერა და ვფიქრობთ თქვენს მოგეწონებათ როგორც მუსიკა, როგორც მომღერალი, ასევე ტექსტიც. შემოაცოდა დროს სამოსი ჭრელი მოგონება ხედავს შავთებს გადარებ დროს კალი სიხარულით მშვენი უღურება და გულში სევა და საბადე დროს კალი სიხარულით მშვენი უღურება და გულში სევა და საბადე მზის ხიბივით მოცი მეტვალებს გედის ხელსა და განის ნაზად ხებას აღარავინ აღარ უთვალებს აღარავინ აღარ აღოლებს მზელას აღარავინ აღარ უთვალებს აღარავინ არ აღოლებს მზელას მისი ტკბილი ხამავანება თითქოს გახმულია ბობონების თვენას არას ამბობს არც არაფერს თითქოს ასე ხვდება ქალიბედის წერას არას ამბობს არც არაფერს თითქოს ასე ხვდება ქალიბედის წერას შემოაცოდა დროს სამოსი ჭრელი და გარგვია კოსიერი ძველი მაინც დიღო კონდეს ქალის ტიბრი მანამ სანამ გავეღანაზე იბრის მაინც დიღო კონდეს ქალის ტიბრი მანამ სანამ გავეღანაზე ძალიან მინდა ლეა ვისაუბროთ ახლა ძვირფასო შენს ძვირფას მეუღლეზე. გია უზომოდ ხელს გიწყობს, შენ რომ წარმატებული და წარჩინებული ხარ. გიას დიდი დათმობა, მოთმენა, ბიძგიც, გვერდში დგომაც და ასე შემდეგ. გიაც პოეტია. გია ძალიან ლამაზ ლექსებს წერს და აი ამ ბოლო დროს შენ მოგიძღვნა არაჩვეულებრივი ლექსი, აი რომელმაც მე პირადად ამაცრებლა. არაჩვეულებრივი ლექსი უნიჭიერესი კაცია. დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ გია აქედან, ბედნიერება და წარმატება და მოდი ვისაუბროთ გიაზე და მის პოეზიაზე. მასთან გითხრათ ახლა ცოლისქება აუგიაო მისქება წაუგია ასე ვთქვათ მაგრამ ერთი შეგვიძლია ჩვენ ვიყავით ფილარმონიაში ერთ წუთს დაგათმევ ფილარმონიაში ივერიის კონცერტზე გამოგზავნდა ჩვენი ძვირფასი უსაყვარლესი ალექსანდრე ბასილაია და ვიღაცა საკებდა
არ დამძრახოთ სენდაგროვნება. საქებარი თუ არ აქე უქებარი დარჩებაო და აქედან ეხლა ასე ვთქვათ ლეილა ორი პოეტური სულის ადამიანი ბედა გია დემეტრაშვილი შევხვდით ერთმანეთს მართალი გითხრა და არის ძალიან კარგი ადამიანი უკეთილშობილესი პიროვნება უსიტყვოდ ესმის ჩემი ეს ადამიანი მე მაძლევს ცხოვრების სტიმულს მაძლევს ძალას რომ მე შევძლო და ძლიერი იყო ოჯახშიც და საზოგადოებაშიც და ძალიან მინდა რომ ძალიან კარგად იყოს ისე ცოტა ფიცხი კი არის არა უშავს ცოტა ფიცხი კი არის მაგრამ ჩემთან მიმართებით არის ძალიან რა ვიცი მოსიყვარულე ტკბილი ადამიანი და წერანაც ვთქვი რომ უსიტყვოდ ესმის ჩემი და ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რომ იმდენადაც ვეჭიდები აი ამას ყველაფერს რომ თავი გავართვა აუცილებლად გვერდში მდგომი აი ასეთი ადამიანი ჭირდება მე დაგლოცავთ და ერთმანეთ ძალიან დიდი მადლობა სოფლი ჩემს გიგას ჩვენთანაც მადლობა კარგი სიძე რომ გვყავს მე სიხარულით მინდა პარცემულო ტელემაყურებლებო გაცნობოთ რომ ლიას პოეზია ყველას უყვარს ვინც კი წაიკითხა და ვინც კი იცნობს ლია სტუდენტობიდან მოყვართ ჩვენს რაიონში ამიტომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ გადაწყვიტა აი ამ შემოქმედ ქალბატონთან ლია შენგელიძესთან შეხვედრა გამართოს ეს შეხვედრა დაგეგმილია ივნისის თვეში 5 ივნისს ვისაც სურვილი გექნებათ დაგვესწარით ამ შეხვედრაზე ისევ შეხვდებით ამ ძვირფას პოეტს ამ არაჩვეულებრივ ნიჭიერ ლია შენგელიძეს და მოისმენთ მის ლექსებს პარცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა მოსმენისთვის დიდი მადლობა რომ გიყვართ გადაცემა ლექსი არ დაიკარგები და ელოდებით ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ძალიან დიდი მადლობა ბედნიერად დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებლებს დიდი სიყვარულით ვემშვიდობები ყველას უფალმა სიკეთეს სიხარული მისცეს ჩემ საქართველოს და უღრმესი მადლობა ჩემო ლეილა ძალიან დიდი მადლობა საფარი მადლობა შენზე კარგად ძალდებოდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს პირადად ლექსი თუ ცოცხლობ და მინდა რომ თქვენც გიწილოდოთ თითო ლუგმა როგორც სეფის ხვერი